რა უნდა ქნა მაშინ, როცა გზნობ, რომ მეგობრებზე ბევრად მეც მიაღწიე. რაღაც პერიოდით ან სამუდამოდ უნდა დაემშვიდობო მათ. მისწერო ან დაურეკო და უთხრა, რომ არაფერი პირადული, უბრალოდ ცხოვრებაში ახლა სულ სხვა პრიორიტეტები მაქვს. არ მცალია შენთან დალევისთვის და მოწევისთვის. ახლა ჩემი პრიორიტეტია ფოკუსირება საკუთარ განვითარებაზე. თუ გინდა პიროვნული განვითარების გზას ერთად შევუდგეთ, შემომიერთი. თუ არა და ბოდიში უნდა დაგემშვიდობო. მაგრამ სამწუხარო რეალობა ისაა, რომ მეგობრების 99% არასდროს განვითარდება და დარჩება ცხოვრების ბოლომდე იმ ეტაპზე, რომელზეც ახლა არის. ამ ეტაპზე ჩემი პირადი გარემოცვაა, ჩემი მეუღლე ელისო და ჩვენი ფისუნია კატა. 6 თვეა რაც ტაილანდში ვცხოვრობ და სრულიად ვართ იზოლირებული არასწორი გარემოცვისგან. ცხოვრებაში ჯერ კიდევ არასდროს მქონი ასეთი სუფთა გონება და ფოკუსი. ჩემს სივრცეში არავინ იჭრება და მაქვს სრული თავისუფლება განკარგო ამ სამი ყველაზე მთავარი რესურსით: ენერგიით, ფოკუსით და დროით. დააკვირდი შენს გარემოცვას აი ამ სამიდან, ენერგიიდან, ფოკუსიდან და დროიდან, ვინმე თუ მაინც გართმევს, ეგრევე მოაშორე ცხოვრებიდან. და თუ გინდა არ მოაშორო და დარჩი ცხოვრების ბოლომდე განვითარების იმავე დონეზე. უბრალოდ გავფრთხილებ ცხოვრების ბოლოს ყველაფერს გაიღებ იმისთვის, რომ დღევანდელი დღის დრო განკარგო ბრძნულად. წარმატებებს გისურვებ.